ამ ვიდეოზე თვალნათლივ ვხედავთ რამხელა გავლენას ახდენს მზის სხივები კანის დაბერებაზე. ეს არის ერთი და იგივე ადამიანის ხელი და ფეხი. დაკვირდით განსხვავებას. ამასთან აი ამ სიმულაციით თეორიულად ნახავთ რამხელა განსხვავებას იძლევა ის ხმარობთ თუ არა მზისგან დამცავ კრებს ცხოვრების განმავლობაში. დაკვირდით ორივე შემთხვევაში ადამიანი რა თქმა უნდა ბერდება და სახეზე ასაკი ეტყობა, თუმცა მზის გავლენა კუმულაციურად, როდესაც წლების განმავლობაში გროვდება, ხედავთ რამხელა განსხვავებას იძლევა მარჯვენა სურათზე. ეს ვიზუალური კანის დაბერება გამოწვეულია ულტრაიისფერი A ტიპის სხივებით. ეს სხივები კონკრეტულად B ტიპის სხივებისგან განსხვავებით უფრო ღრმად აღწევენ კანის შრეში და ისინი აბსორბირდებიან ეგრეთ წოდებული ქრომოფორების მიერ. შედეგად კანის სიღრმეში, ანუ დერმაში, აი აქ რასაც ხედავთ, წარმოიქმნება რეაქტიული ჟანგბადის რადიკალები. ეს ნივთიერებები კი მათ გარშემო ყველაფერს ანადგურებენ, იქნება ეს DNM, უჯრედის მემბრანა კანში, ცილები, კოლაგენი და ასე შემდეგ. ეს დამაზიანებელი გავლენა კი კანის იმ სტრუქტურულ პროტეინებზე, რომლებიც კანის ახალგაზრდულ გარეგნობაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ, გვაძლევს აი ასეთ შედეგს. ეს ორი ადამიანი არიან ტყუპები და მათ მაგალითზე რეალურად შეგვიძლია დავინახოთ ერთი და იგივე გენეტიკური ინფორმაციის მქონე ადამიანს ვიზუალურად რამდენად მარტივად აბერებს რეგულარული მზის ექსპოზიცია, რომ აღარაფერი ვთქვათ ულტრაიისფერ B ტიპის სხივებზე, რომლებიც რა თქმა უნდა კანის ავთვისებიანი დაავადებების საფუძველი და ტრიგერიც კი შეიძლება გახდეს. ამიტომ მზე ჩვენი სიცოცხლის წყაროა, თუმცა არ უნდა გადავაჭარბოთ ეს ყველაფერი და როდესაც ვიცით რომ ზაფხულში განსაკუთრებით დიდხანს გვიწევს მზეზე ყოფნა, უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი. შენ კი თუ მსგავსი სამედიცინო ვიდეოები გაინტერესებს, დაალაიქე და გამოიწერე არხი.